დაცლიან გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო სისტემის ერთიანი ხედვის შექმნას და ბევრი ამ ათწლიან გეგმას ასახელებდა როგორც არა მხოლოდ ქსელის განვითარების გეგმას, არამედ მთლიანად ენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმას, იმიტომ რომ იმდენად დიდი რაოდენობის ინფორმაციას მოიცავს ეს და ძალიან გამჭირვალე რა, რომ ყველასთვის გასაგები არის რა ვითარდება, როგორ ვითარდება, ისთვის ვითარდება და რომ სისტემის საიმედოობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია და ოპერირებს, ნაჩვენებია სრული სავსე ფერებით, ხოლო დაგეგმილი ინფრასტრუქტურები წყვეტილით, ხაზების შემთხვევაში და დაშტრიხულად ქვესადგურები. 500-იანი ინფრასტრუქტურა მონიშნულია იის ფერით, ხოლო 200-იანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ძირითადად ქსელს წარმოადგენს, მონიშნულია წითელი ფერებით. ქსელის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ინტეგრაცია. ამ მხრივ უკაზე ნაჩვენებია ჰიდროსადგურები ლურჯი მონიშნებით. ქარის პროექტები ნაჩვენები არის მომწვანო დაშტრიხული ოთხკუთხედებით, მზის სამომავლო სადგურებით მოცემულია რუკაზე ფორთოხლისფერი ფერებით. 2015 წლის აპრილში დამტკიცდა საქართველოს გამოცემი ქსელის პირველი ათწლიანი გეგმა, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო დარგისთვის და ძალიან დიდი გამარჯვება იყო ენერგეტიკული სექტორისთვის. და შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს ამ გეგმის სრულყოფა, ამ გეგმის ჰარმონიზაცია დღევანდელ სიტუაციასთან და რეალობასთან. რუკა მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ძირითად სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს, რომელთა განხორციელება მთლიანად ელექტროენერგეტიკულ დარგში მოღვაწე კომპანიების საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს და ეს ერთგვარად აწესრიგებს ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე მხარეებს შორის ურთიერთობას, ისევე როგორც ერთგვარად მგზავრებს წარმოადგენს გეგმის პროექტების განხორციელების კუთხით დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ჩანს აქ პროექტების საჭიროება, გაძლიერების მიზნები, ლოკაციები, დანიშნულებები და ასე შემდეგ. 2015-2024 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 25 ელექტროგადამცემი ხაზი, ჯამურის სიგრძით 602 კილომეტრი. 2015-2024 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 6 ქვესადგური, ჯვარი 500, ხორგა 220, მარნეული 500, თელეთი 220, ჯანდარა 35, შინდისი 35. 2025 წელს გადის 10 წელი ამ გეგმის შესრულებიდან. ამ გეგმამ გაამართლა გამომდინარე იქიდან, რომ პროექტები, რომლებიც იყო დაგეგმილი, ის პროექტები ხორციელდება. უმთავრესი დანიშნულება ქსელის განვითარებისა, რა თქმა უნდა, არის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაცემის ქსელში ახალი ობიექტების ინტეგრაცია და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო და ასევე საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება. ეს იყო რეგიონში შექმნილი პირველი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა. ჩვენი გეგმა იყო ძალიან ევროპული და ძალიან ქართული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.